მოგესალმებით პატივისცემულო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია და კვლავ ჩვენ ეთერში ვართ. ეთერში ვართ იმის გამო, რომ ჩვენ გადაცემას უძღვნით იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ გებულობენ კიდე რა იყო 9 წლიანი რეჟიმი. ანუ შეხედე ამ გადაცემას საიდან და სად დავამთავრებთ ჩვენ ბოლოს. ჩვენ დავამთავრებთ იქ ამ გადაცემას ნაციონალური მოძრაობა საერთოდ უნდა გაქრეს ამ პოლიტიკური ველიდან და არ უნდა იყვნენ პოლიტიკაში. ნუ დღეს მთავრობასაც გიყავს პოლიტიკაში შემოყვანილი ნაციონალური მოძრაობა დღევანდელ მთავრობას და ჩვენ იმდეს ვიბრძოლებთ ნაციონალური მოძრაობა საერთოდ აი სიტყვაც აი როგორც მოქალაქეთა კავშირი ამოიღეს მთლიანად პარტიული სიიდან და საერთოდ რო არ არსებობს არც არჩევნებს და არც სახელი და გვარით არ არსებობს აი ეს უნდა დარჩეს ნაციონალური მოძრაობა. ეხლა რატო ვაკეთებთ ჩვენ ამას და რატო მოგვყავს ესეთი ნაწამები ხალხი რატო ვირჩევთ იმ ადამიანებს რომელიც აწამეს კი არ ვირჩევთ უბრალოდ გვირეკავენ და მოდიან ჩვენთან ტელევიზიაში რომ თავიანთი ტკივილები ყველა ადამიანმა თქვას იმიტომ რომ აწამეს ეს ხალხი ამ ადამიანებმა ურჩხულოებმა ანუ შეხედე რომელიც ამათმა მოკლეს ადამიანები ჩვენ მისი უახლოესი მეგობარი მოგვყავს გადაცემაში და ის თვითონ ისაუბრებს იმ დეტალებზე რაც იყო იმ ავადსახსნებელ 9 წლიან რეჟიმის დროს. სხვათა შორის აქ ყველაზე აქტუალურ თემაში მაშინ შემოვიდა ერთი რაღაც რა 2007 წლის 7 ნოემბრის აქცია რო იყო მაშინდელ ამბავს მოგიყვებით ახლა 5 შვილის მამა ნუ მე 5 შვილი მერე შეეძინა მაგრამ 4 შვილის მამა აი ცემეს აწამეს და დაავადება დამართეს კაცს და მოკვდა კაცი 2020 წელს. სხვათა შორის 2 დეკემბერი იყო მე ესე მახსოვს. დამართეს დაავადება და ამ დაავადებამ მთლიანად ადამიანი გაანადგურა თავის ოჯახიანად თითქმის. ეს იყო შენი ნაციონალური მოძრაობა. ეს იყო შენი წლიანი მიშა სააკაშვილის რაზმი, რომელიც მთელ ქართველ ერს ანადგურებდა თუკისადმე მიუწვდებოდა ხელი. მაგრამ რა ვიცი, ღმერთმა გადმოგვხედა და 2012 წელი ანუ მაგათ დასასრულს მიუახლოვდა მართლა და დასრულდნენ, მაგრამ ეხლა გაერთიანებას აპირებენ. და სხვათა შორის მინდა პატივისცემულო მაყურებლებო გითხრათ, რომ ის ხალხის, რომელიც აწამებდა მიშა სააკაშვილი, იმის სანათესაოც კი მიდიან და გაერთიანებაში იღებენ მონაწილეობას ნაციონალურ მოძრაობაში და იმათი გაერთიანება უნდა. წარმოგიდგენიათ, აი ხალხი რა იმაში არის. ანუ მე მგონი, სადაც დიდი ფულია თავის მიცვალებულსაც და თავის ნაწამებ ხალხსაც ცვლიან ამ ფულში. მე ესე ვფიქრობ და ეს არა ადამიანური ქცევაა. მე უნდა ვთქვა ეს ხმამაღლა. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ გადაცემაში ბატონი კობა დავითაშვილის საქმეს განვიხილავთ. რა იყო კობა დავითაშვილის 2007 წლის 7 ნოემბრიდან გარდაცვალებამდე. ჩვენ ამას აუცილებლად განვიხილავთ ეხლა და მე გადაცემაში მყავს ბატონი ჯუმბერ თავართილაძე პოლიტოლოგი, რომელიც იყო კობა დავითაშვილის უახლოესი მეგობარი. არა მარტო პარტიის წევრი და არა მარტო პარტია და რაღაც. ძალიან უახლოესი მეგობარი იყო და ის მოგვიყვება იმ კობა დავითაშვილზე, რა ვიცი, თავდასხმებს, ცემას, რომელიც ყველაფერით სამკაცმა და ბატონო ჯუმბერ მობრძანდით ჩვენ გადაცემაში და მოუყვეთ გამარჯობათ პირველ რიგში, მოუყვეთ ადამიანებს რა იყო ის 9 წლიანი რეჟიმი, თქვენ ჩემზე კარგად იცით, იმიტომ თქვენ იყავით კობა დავითაშვილის უახლოესი მეგობარი, ვიყავით და ვარ. და ხართ, რა თქმა უნდა, და ის 7 ნოემბრიდან დავიწყოთ 2007 წლიდან. ეხლა მე კარგად ვიცი, რომ კობა დავითაშვილს ბოლოს დაუდგინდა ისეთი დაავადება, რომელიც დაავადება ბოლოს არა, მაგ ჩვენ აგიხსნით. კი ბატონო, ბოლოს უკვე კულმინაცია მოხდა. მაშინ მე ერთ რაღაცას გეტყვი ბატონო ჯუმბერ, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დრო. თავიდან ბოლომდე ვისაუბროთ ამ ადამიანზე და მოვუყვეთ მოსახლეობას, რომ ვინ იყო ნაციონალური მოძრაობა მართლა. ჩემო მეგობარო, კახა, დიდი მადლობა რომ ჩემს მეგობარს დავუთვეთ ეს გადაცემა, მე ძალიან მოხარული ვარ. და მოხარული ვარ იმით, პირველ რიგში, რომ ჩვენმა ყოფილმა მებრძოლებმა თქვენი სახით
უკან არ ვიხევთ და ჩვენ რამოდენიმე ადამიანი დავრჩით, ვინც არ ვეკარებით, არც ახლა თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ყოფილი ჩემი ეროვნულ საბჭოში არსებული ხალხი გადავარდა ნაციონალებში, რამე თუ რადგან ქართულ ოცნებაში ვერ იპოვეს თანამდებობები და ასე შემდეგ და ასე. თითზე ჩამოსათვლელი ხალხი ვართ, რომლებსაც გვახსოვს ის 9 წელი, იმიტომ რომ ეს 9 წელი ყველაზე მეტად ჩვენ და ჩვენმა ოჯახებმა კი ბატონო. რაც შეეხება კობა დავთაშვილის მიმართ ბრძოლას, ჩემო მეგობარო, 2004 წლიდან დაიწყო სააკაშვილმა კობა დავთაშვილის დევნა. მაშინ ბატონო ჯუმბერ მე მგონი პარტია ჩამოაყალიბეთ, თქვენ რომელი პარტია იყო? მაშინ იყო მე და კობა დავთაშვილმა თავიდან მოგიყვები 2004 წელს, როდესაც პირველი უმაღლესი საბჭო შეიკრიბა თეატრის შენობაში, ბათუმის თეატრის შენობაში ჩატარდა ეს უმაღლესი საბჭოს ხდომა და სააკაშვილს ეგონა, რომ გამოვიდოდა და იქ დახვდებოდა აღფრთოვანებული ხალხი. მაგრამ რა ხდებოდა? სააკაშვილი როგორც მოვიდა ხელისუფლებაში, არ უმალო, მეც ძალიან დიდი თანამდებობა შემოთავაზეს აჭარაში. მაგრამ ვარი განვაცხადე, რადგან შიგნიდან ვიცნობდი კობა დავთაშვილის მეშვეობით რა და ვინ იყვნენ ესენი. და რომ დავინახე, რომ აჭარას ეკცეოდნენ, აი არ ვიცი, როგორც ყველაზე დაბალ ფენას, ჩამოვიდა დავთაშვილს თხოვე, რომ კობა მეთქე, შენთვის სამშობლო ერთიანია მე ვთხარი და დღეს ჩემი აჭარა განსაცდელშია მეთქა. მე არა მაქვს დღეს ის ცნობადობა, ის ავტორიტეტი, რომ წინააღმდეგე სააკაშვილის ამ რეჟიმს. არ დამზარდა ჩემი მეგობარი და მთელი 3 თვის განმავლობაში ბათუმში ვიყავ. დაიწყეს საზღვაო აკადემიის გაუქმება. იქ ვიყავით. დიდი ბრძოლის შედეგად გადავარჩინეთ. მუსიკალური სკოლების დახურვები დაიწყო სააკაშვილმა. ფოლკლორის ცენტრი. საზღვაო აკადემია უნდა დაეხურას და უნდა გადაეტანათ ქუთაისში. ხალხო, საზღვაო აკადემია უნდა დაეხურათ და უნდა გადაეტანათ ქუთაისში. ნუ ახლა როგორ წარმოვიდგინოთ, სად ქუთაისი და სად საზღვაო აკადემია მაგალითად უდაბნოში ბენზიკას სამართ სადგური. ხო, ნუ მოდი ესე რა. მე წავიდა აჭარის ტელევიზიის გაუქმებაზე, იყო იმჟამინდელი პირველი არხის დირექტორი, აღარ მინდა დავასახელო, ჩამოსული აპარატურის გასატანად. ერთი სიტყვით კობა დავთაშვილი 2004 წლის 29 მაისიდან 2004 წლის 1 სექტემბრამდე აჭარას გადაეფარა და ყველანაირად ხელი შეუშალა. ყველანაირად აბსოლუტურად სააკაშვილის ხელი შეუშალა, რომ ეს მისი ავის რახლები არ განახორციელებდა და პარალელურად დავითაშვილმა დაიწყო კამპანია და 1 სექტემბრამდე დავითაშვილი გადაეფარა ქოლგასავეთ და ბოლო კულმინაცია იყო. ხო, და პარალელურად დავითაშვილმა დაიწყო ხელმოწერების შეგროვება პლებისციტის ჩატარებისათვის, რომ აჭარის მოსახლეობას სურდა თუ არა ქაღალდზე ავტონომია კონდეს. და მან აირჩია ყველაზე რთული გზა. გულისხმობ იმას, რომ უკაცრავად კობა დავითაშვილმა? ხო, დიახ, გორჯომიდან დაიწყო. ის კი არა ქალაქიდან დაიწყო, სადაც ეს თემა რბილად მისაღები იყო. ყველაზე მტკივნეულად, სადაც შეიძლებოდა რომ ეს თემა მიიღოთ საზოგადოებას, იქიდან დაიწყო და წარმოგედგენიათ, ისე ლოგიკურად, ისე კარგად უხსნიდა ჩემს გორჯომილ ძმებს და მეგობრებს, რომ იქვე ეხმეწებოდა მოიტანეთ თუ შემოვაწეროთ ხელი. ნუ ანუ ადამიანს დაქონდა იმ ადამიანებთან ისე ლამაზად კონკრეტულად უხსნიათ თუ რა უფრო მომგებიანი იყო ეს თანხები, რაში იხარჯებოდა ავტონომიის ფარგლებში, ავტონომიის გარეშე ეს თანხები რაში დაიხარჯება და ასე შემდეგ და მან ერთ თვენახევარში შევაგროვეთ 70,000 ხელმოწერა. და სააკაშვილმა დაინახა, რომ დავითაშვილი ამას მიაღწევს, პარლამენტარია
70,000 ხელმოწერა შეიტანს და ისტორიაში შევა თუ პლებისციტი ჩატარდებოდა ყობა დავითაშვილმა სამივე რაიონში, 4-ვე რაიონში ორ თვეში უნიკალური სამუშაო ჩაატარა და წარმოგიდგენთ ორ თვეში ყველაზე მტკივნეულ წერტილზე საუბრობი აჭარის მოსახლეობას, ზემო აჭარის მოსახლეობას და შენ აღწევს ზემო აჭარის მოსახლეობის 70,000 ხელმოწერას გულისხმობ არა ქალაქს. და დაიბოღმა შენი საგაშო. და ბოლო კულმინაცია იყო ის, რომ ბაზრის ტერიტორია მოისურვა იმჟამინდელი ბაზრის ტერიტორია მოისურვა ბენდუქიძემ. ჩვენ სასწრაფოდ წავედით და სასამართლოს შევიტანეთ ზარჩელი. იმ დროს კანონში ისე იყო, რომ სანამ სასამართლო არ ჩატარდებოდა, აღსრულება შეუძლებელი იყო, ანუ პრეზიდენტის აქტი იქნებოდა თუ რაღაცა იქ ჩერდებოდა. და მათ 2004 წლის 1 ოქტომბერს პირველი ხელი აწიეს ყობა დავითაშვილს. ანუ რას ნიშნავს ხელი აწიეს? მაშინ თუ გახსოვთ, გამოიყვანა ჯარი ოსეთიდან ქრუაშვილმა და ბათუმში ჩამოიყვანა დაგვარბია. ეს არის 2004 წლის 1 სექტემბერს. ზემატყება და ზემატყება, რომელიც გადაუარეს დავითაშვილი ტვინის შერყევა და ის, რავით, მაშინ იქ ვიყავით მე, ყობა დავითაშვილი, კუკავა და ზვიადზიძიგური ცხონებული ბიძინა გოჯაბით. მანამდის ამ სამი თვის განმავლობაში ორჯერ გადაუჭრეს ყობა დავითაშვილს. სამხრუჭე მილები. ორჯერ გადარჩა, სასწავლად გადარჩა სიკუთრას. და მე ბეშოვში გაეხმარა სააკაშვილო, რომ ვარშავის უთქვა მეტი აღარ გადაუჭროთ ამ კაც მილებიო. ნუ ახლა სხვათა შორის ბატონო ჯუმბერ, მე რა ვიცი, ესეთი ინფორმაცია მაქვს, ნუ დასუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მე მგონი მიშა სააკაშვილი და ბატონო ქრაშვილი. არა, ბატონი დავითაშვილი, ყობა დავითაშვილი, მე მგონი ნათლიამირონები ხო არ იყო შემთხვევაში. 100%-იან ირაკლი ოქრუაშვილი ერთი შვილის ნათლი არის და მიხეილ სააკაშვილი მეორე შვილის ნათლი არის, ყველა მიცოდა. და იცოდა რომ ჩემთან ისვენებდნენ მის შვილები სააკაშვილმა, ისიც იცოდა. და იცოდა რომ ყობა დავითაშვილი იყო და გამოაგზავნო თხოვა ყობა დავითაშვილს, სათოფეზე არ ეკარებოდა, მაგრამ შვილების გამო ავიდა მასთან ერთად საზადულოში, სადაც მიირთვეოდა ეგრეთ წოდებულ მაშინ კაი მაგრომ ჭამა და კი, ხლაფავდა და მომწალეს ხოლმე. ნუ ეს ასე. და 1 სექტემბერს აიღეს ყველაზე ყარი ხელმოაღება რაც იყო და ყველაზე მკაცრად რაც გაილახა 7 ნოემბრამდე, ეს იყო 1 სექტემბერს. მე დამიჭირეს, როგორც დავითაშვილის მეგობარი და დავითაშვილი აქ ქუჩა-ქუჩა დადიოდა დიდუბეში. მაშინ კანონმდებლობა ეძლეოდა საშუალებას. მაჟორიტარული დეპუტატების კანდიდატ დამაყენა შუალედური არჩევნები გამონაკლისი. ამ დროს თქვენ ციხეში ამ დროს მე ციხეში ვარ, ხო. და სააკაშვილმა გადართო და ნახა ნოე სულაბერიძის კლიპები, ადრე სააკაშვილს გავუკეთა ისეთ კლიპები, ახლა ჩემს რომ იკევლათ თუნდა გამოაგდეთ მაიაკ დეპუტატად შევგება უკვე რა. დავითაშვილი კარდაკარდადიოდა დიდუბეში და თხოვდა ჩემს ხარდაჭერას, რომ მე ვიყავი უსამართლო და დაპატრონებული და ასე შემდეგ. ასეთ იყო ყობა დავითაშვილი 2007 წლამდე. და საიდან მოვიდა ეს 2007 წელი? ჩვენ ყველაზე კარგად ყობა დავითაშვილმა ყველაზე კარგად იცოდა სააკაშვილის სუსტი მხარეები. ისინი მეგობრები იყვნენ, თანამებრძოლები იყვნენ და ყობა დავითაშვილის 90% დამსახურება მაშინ ხელისუფლებაში ის მოვიდა. ის ლანჩხუთის, გულის, საპენსიო სასამართლოს ყველაფერი ყობა დავითაშვილის ორგანიზება იყო. ეგრეთ წოდებული ჟირინოვსკის და დებატებში მოიგო დავითაშვილი ჩურჩულებდა გვერდით კამერით და რა უნდა ეთქვა ჟირინოვსკიზე და რა უნდა ეთქვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მაშინ სხვა თემა იყო ყობა დავითაშვილი იზოლებული იყო დახმარებოდა ამ გველის წიწილას, ამ არაკაც, ამ ვირიშულს, მართლა ვირიშულს, რომ ხელისუფლებაში ჩასულიყო შევარდნაძე ძალიან შეიძულა ხალხმა. მიუხედავად ისო მე მას კვლავ დიდ პატივს, იმიტომ რომ მიმაჩნია ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკოსი იყო მოთქვა. სხვათა შორის მეც დღესაც მიმაჩნია რომ უძლიერესი პოლიტიკოსი. სიბერე შემოეპარა და გარემოცვამ უღალატა ყოველთვის როგორც იციან, ხო იცი კარგად. მაგრამ იმ გარემოცვასაც თვითონ ირჩევდა, მაგრამ ეხლა მაგ ცოტა სხვა თემა იყო და ცოტა ახალგაზრდა ყოფილიყო, უფრო წინ წავიდოდა საქართველოს, მაგრამ ის ბოლო 3-4 წელი სიბერე პრაქტიკულად საქართველოს. ბატონო ჯუმბერ, შეხედე რეჟიმს ვინც ქმნის, ის რეჟიმი კლავს თვითონ შემქმნელს. რა თქმა უნდა. დამნაშავებინა შემქმნელი, ხო? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასე. და რა მოხდა? ჩვენ დავიწყეთ, გაზეთ გამოვეცით
და დავიწყეთ ანაბრების, იმ დავრბების შემდეგ მე გამოვედი ციხიდან, ჩვენ მანამდე მე და დავითაშვილმა ჩამოვაყალიბეთ საქართველოს ერთიანობის კავშირი, არარეგისტრირებული ასეთი ორგანიზაცია ჩამოვაყალიბეთ. ეგი რომელი წელი იყო? 2004. და ბოლოს მოხდა ისე, რომ ჩვენ 2005-ში დავითაშვილის თხოვნით შევქმნით ძიძიგურთან ერთად კონსერვატორული პარტია. კონსერვატორული პარტია ჩამოვაყალიბეთ და მე ჩვენ შორის რაღაც მოხდა ისე, რომ ჩვენ იმ 7 ნოემბრის შემდეგ ეს პირადში კეთვი ამას საჯარო ჯერ არ ვამბობ. თქვენ და კობა დავითაშვილის შორის? არა, ჩემსა და კობა დავითაშვილის შორის ღმერთმა და არა, ხო, რაღაც ისეთი კონსერვატორებს ანუ მე და კობა აქეთ ვიყავით, კონსერვატორული ცალკე რაღაც ეს სხვა თემა არის. და გავაკეთეთ ასეთი რაღაცა, გამოვუშვით გაზეთი, იქ იყო ბაუჩერი და დავიწყეთ მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ ვანო ჩხარტიშვილის მიერ მოპარული ანაბრების. გახსოვთ ხო? კი, როგორ არ მოხდა. შევიტანეთ და მაშინ ვინ იყო ვანო ჩხარტიშვილი ენერგო რაღაცის? არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ ვანო ჩხარტიშვილმა მოიპარა შევარდნაძის დროს ეს ჩვენი ანაბრები. ეს შევარდნაძის დროს რომ შეგვატანია 100,000 შეატანია ხალხს და შეპირდა 200,000 და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს დავიწყეთ ჩვენ 2007 წლის 1 სექტემბერს ამის ორგანიზება დავიწყეთ უკვე ხალხის პარტია ვიყავით. პარტიის თავმჯდომარე იყო ჩემი ძმა და მეგობარი კობა დავითაშვილი, მე აჭარის რეგიონის ხელმძღვანელი ვიყავი. და საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ყველაფერს და ჩვენ ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სააკაშვილმა საშიშროება იგრძნო კობა დავითაშვილისგან? სააკაშვილს ყოველთვის შიში ჰქონდა კობა დავითაშვილის. კობა დავითაშვილი მასზე 100 ჭკვიანი იყო, ასე განათლებული იყო. ეს სტრატეგიული პარტიის იყო, რა ქვია, მოწინააღმდეგე ეს მან იცოდა. მაგრამ ისიც იცოდა, რომ კობა დავითაშვილი არ უნდა მოეკლა და ისე გაეჭირება, სხვანაირად ვერ გაეჭირებოდა. აგერ მე ამომიყენა გვერდში მეორე კობა დავითაშვილი და ამან მიხდა, რომ უკვე всё. აქედან გამომდინარე, მოხდა ასეთი რაღაცა, რომ ჩვენ დავგეგმეთ 7 ნოემბერს მიტინგი მოთხოვნით ანაბრების. დაახლოებით 800,000 ბაუჩერი მივიღეთ. წარმოგიდგენია 800,000 ბაუჩერი. და 7 ნოემბერს გრეჩი ხამ ერთი წუთი მივალ. ხო გრეჩი ხარ მივალ სანამდე. ჩვენ ეს დანიშნული ქონდა მიტინგი 7 ნოემბერს ქონდა დანიშნული. ანუ ჩვენ ქონდა სოციალური მოთხოვნით ქონდა დანიშნული 7 ნოემბერს, ხალხის პარტიას ქონდა 7 ნოემბერს ქონდა დანიშნული სოციალური მოთხოვნა, ეს იყო დაგვეუბნოთ ჩვენი ანაბრები. იმიტომ რომ სააკაშვილის წინა საარჩევნოდ ქონდა მე დავაბრუნებ თქვენს ანაბრებს. და ჩვენ დავიჭირეთ სიტყვაზე, მის საარჩევნო პროგრამა მოვიღეთ, დავუტევით და 800,000 ბაუჩერი, წარმოგიდგენია? ბატონო კახა, 800,000 კაცი რო გამოგვეყვანა ჩვენ იქ ამის მოთხოვნით და გამოსვლელი იყო. რა მოხდებოდა ეგ და ბუნებრივია კარგი არაფერი არ მოხდა. კარგი იმით მოხდებოდა, რომ უბრალოდ იძულებული გახდებოდა საკანონმდებლო ორგანო რაღაც ზომები მიეყო, ხო? იქ საბრძოლოდ არავინ არ მივიდა. მაგრამ 28 ოქტომბერს, 27 ოქტომბერს დავითაშვილი დაიჭირეს ირაკლი ოქრუაშვილი. კობა დავითაშვილს ჰქონდა ერთი უნიკალური თვისება, რომ რაც არ გინდა ნაწყენი ყოფილიყო ადამიანზე, მეგობრის მიტოვება არ შეეძლო. და გითხარით ხო ბავშვის ნათლია იყო ირაკლი ოქრუაშვილი და გამოვიდა პირდაპირ დავითაშვილი სანაპიროზე ოქრუაშვილის ოფისთან და დაანონსა 1 ნოემბერს შეხვედრა. რომ უკვე დაიწყო დიქტატურა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმ წუთში მე მირეკავს მე უნდა რომ დილით 8 საათზე აქ უნდა იყო, ჩამოვედი დილით 8 საათზე დავსხედით ჩვენი პარტიის ლიდერები ყველა ნახეთ უკვე სად უნდა გვექირავები არის, უნდა გვეღო მიკროფონები ასე შემდეგ. ნუ აპარატურა
მე ვარ გავაგრძელო 3 საათზე რომ მივედით ტექნიკურმა სამსახურმა დაამზადა რაღაცა რომ მივედით მხოლოდ ხალხის აქტივი იყო. ჩვენი პარტიის ხალხის აქტივი იყო მხოლოდ აგროვეთ 500 კაცი. მივედი ყობა დავითაშვა ჩვენ ვთქვარო ძმა ჩემი მეგობარო მე არა ვარ ჯერ ცნობადი მე არა ვარ ისე უკვე პოლიტიკაში ჯერ შესული და მოდი მეთქი ამ მცირე ხალხს მე მიმართავ შენ მითხარი და მე მიმართავ მეთქი რა იმიტომ ასეთი პოლიტიკური ლიდერის გამოსვლა რაღაცა მე ცოტა ანუ თქვენ უფრო სწორად კარგად გააკეთეთ რომ ეს ხალხი გაბნეული რო არ ყოფილიყო შეაჩერეთ და მე უკვე ნენელა მოემატებოდა არა მე შემქონდა რომ დავითაშვილის იმიჯი არ შელახულიყო მოვიდა და მითხრა მეგობარო ხალხს მე დაუძახე და ჩემს ერთ სიტყვით და არც ერთი ლიდერი არ იყო გამოსული არც ერთი პარტიის ლიდერი არავინ არ იყო გამოსული და მითხრა ას დამარტყელა მითხრა მეგობარო ერთხმას ამოვიღებ და ნახავ თუ არ გამოვხალხი იმიტომ ხალხს მე დაუძახე შენ კი არ დაგიძახნეო და მე დარწმუნებული ვარ რომ ბევრია ხალხი და რომ დამიანახე რომ მოვედი ამ 500 კაცთან ეს ხალხი გამოვიდა აი აღდგომის წინადღებია და ტყუილი სადაც არ შემიძლია საერთოდ ვერ ვიტყუებ ცხოვრებაში ნუ რაში გჭირდება ტყუილი ერთი ხმა ამოიღო დავითაშვილმა მოგესალმე მეგობრებო და დედას მისავალ ქაშვეთიდან ზემიდან თელ კრუგიდან ამ პარკებიდან გამოვიდა და ზუსტად 15 წუთში გადაიკეტა პარლამენტის წინა ტერიტორია. და ზუსტად საათნახევარში მკვდარი პოლიტიკოსების დაგვადგენ თავს. სული ამ სიტყვის ვიშო მკვდარი პოლიტიკოსები. ვინ იყო ეს პოლიტიკოსები? ნუ პირველ რიგში ბერძელიშვილი მკვდრები. მკვდარი პოლიტიკოსები მე მაგას ვეძახი. და ტელევიზიის კლავიატურის პოლიტიკოსები დაგვადგენ. კაცმა თავისი ავტორიტეტი სასწორზე დადო და ხალხი რო დაინახეს, მე გამოვარდნენ და მე შეიქმნა ეს ყველაფერი უკვე დაინახეს დავითაშვილის სიტყვა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ხალხისათვის. ასე დაიწყო ეს ყველაფერი, მე შეიქმნა ეროვნული საბჭო და იქ რაღაცა გუნდური რაღაცები დაგეგმარება და ბოლოს 7 ნოემბერი ახლა რა ხდება. მე ყოველთვის ვერიდებოდი დავითაშვილი, იმიტომ რომ ფიზიკურ წონით დიდი იყო და რაღაცა ისეთ რაღაცებში მე მინდოდა რომ ჩაუნაცვლებულიყო, მაგრამ არასოდეს არ აკეთებდა მაგას და იმ გამესაც უთხრა მესამე ღამე ათენა მე ვთხარი და მე გავჭერდები შესვლად რა ახლა წვიმს უკვე მე ვთხარი რა არა მე უნდა ვიყო ჩემ ხალხთან ერთად რა შენ დაისვინო დილით ადრე 5-ზე მოდი რთული იყო იმის სიტყვაზე გადაფეხს დაბიჯება ისი არგუმენტულად გეტყოდა რაღაცა ისე დამაჯერებლად გეტყოდა რომ ოხერხულად იგზნობდა მართლაც ისე მივედი ახლა 5 საათზე ეღვიძა დავიწყეთ რაღაცა საუბარი და არ დავინახეთ ბიჭო ეს პლაშიანი ხალხი და წვიმს ბატონო კახა იცი როგორ წვიმს ახ ჯუბერი რა იყო მეთქი ვერა გოგზაკ რა ხდება მეთქი ესენი გადაცვლები არიან ესენი არ არიან დამლაგებლებიო მიუხედავად ყველაფერს ჩვენ სახში წასვლის დროს დავალაგეთ იქაურობა ჩვენ არც ერთი დღე დაულაგებელი რუსთაველს არ ტოვებდით სხვათა შემთხვევაში და მოხდა სასწაული 7 კაცი ვიყავით მეტი არა 7 კაცი ვიყავით და აპარატურა პრაქტიკულად აპარატურას ვცავდით და დაგვასია 7 კაცს ეს შენი შინაგანი ჯარი ვის თავი გაუხეთქეს ვის რაღაცა მე მაშინ ცოტათი გადავრჩი არ ვიცი რატომ როგორ არა პრინციპში იმ დროს ყობას ცოტა საფრთხილდებოდი რა ახლადგან ყობას მეფარებოდი რაღაცა მეც ბუნებრივია დილით გადავრჩით ეს რო გავიდა იმედის ტელევიზიაზე და ნახევარ საათში მოვარდა ხალხი ზღვა ხალხი უამრავი აუმარებელი ხალხი მოვიდა დავითაშვილმა თქვა ხო აპარატურა რაღაცნაირად იმ შემდგომაკაცმა გადავარჩინესავით რა ის აპარატურა ეს ზღვა ხალხი რომ მოვიდა გარჩე და მეტი აღარ შეიძლებოდა და უკვე ლიდერები სათათბიროში იყვნენ გასული და მე ვიყავი სპიკერი მიტინგის სპიკერი მე ვიყავი და ველოდებოდი ლიდერების მოსვლას და ყობა მოვიდა და მითხრა რომ ანუ ლიდერებში ვის გულისხმობთ?
ვინ იყო? იმ დროს უკვე ყველა ეკნოდა რა. ანუ თქვენი გუნდიდან იყო ყველა ლიდერი. არა, უკვე გაჩეჩილაძეები იყვნენ, უკვე. ხო, აი ეს გაჩეჩილაძეებამდე. არა, ეს მერე ძმა, ეს ჩვენ რომ ეს გადავიწვიეთ ყველა მერე რომ ხალხი გამოვიდა და მაინდრავა და რაღაცების. უკვე რომ დაინახეს რომ ხალხი კობა დავითაშვილი სიტყვა რამხელას ნიშნავს და მერე კი რა თქმა უნდა მზამზარეულზე ხო. არა შევაწყობას არ ვაგინებ ახლა. მაგრამ რაც იყო რეალობას იმას ხვდები და ეხლა მე ეპიცენტრში ვიყავი და მე და დავითაშვილი ვიყავით ორგანიზატორები ნოემბრის აქციების. და მითხრა რომ მესიჯი მომივიდა არც თუ ისე კეთილსინდისიერი ადამიანიდან რომ დაგვარბიუნ უნდა. და ჩვენ მთავარი ამოცანა არისო შენი ჯგუფისა რომ როგორმე აპარატურა გადავარჩინოთ. ამათ მთავარი ამოცანა მე ვიცი აპარატურა არის. ნუ რაც მოხდა იქ მე ლევანს ზემოდან მე რო დამარტყეს ერთი უკვე ლევან გაჩიჩილას ზემოდან დავამხეასე რა. ხო და მაშინ ლევანიც კარგად გაილახა, გადამაგდეს ასე და ლევანის კარგად ურტყეს რა მაშინ. და მე მედიცინის მუშაკება სასწავლებლში შემიყვანეს. რაღაცა იქ დარბევა მოხდა, რაღაცა მე წამოხვდი ვეძებ დავითაშვილს სად არის რაღაცა იქ ახლოს ნახე. არ იყო გალახული, თლად გალახული და მითხრა ჩვენ და წავიდეთო აპარატურა მოვიტანოთ რა. ხალხი არ ჩერდებოდა. ხალხი რიყეზე იქ, მაგრამ არ ჩერდებოდა და მე ვუთხარი და გობა შენ სჭირდები ხალხს. მე წავალ, ფული მომეწი და მე წავალ, მე ვიყიდე და მოვიდა. გული მიგზნოდა რაღაცას რა. არა, შენ აქ დარჩიო, ეს ჩემი ბრძოლა არის, მე ვთქვა მე და შენ რამ გაქვს რა. მე წავალ რა, ამ ხელა გაცმათ უნდაია რომ მე წავალ, ვიყიდი და მოვიდა რა. არა, მე წავალო, წავიდა რა. და ერთი ნუ დაცვის მაგვარად და ახალგაზრდა კაცი გავაყოლო და დანარჩენი იცით ხო, მივიდა ელიავაზე თავს დაესხა 12 კაცი ნიღბიანი. იქ ხალხმა მაგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ხალხს გამოსტაცეს დავითაშვილი მანქანაში მისლავდნენ კარგად იმას. ეს უშუალოდ მისგან ვიცი. მანქანაში რომ შეაგდეს ჯერ კიდე გონებაზე იყო და როგორც აი ვისოლის კალუნკასთან გავიდა გააჭერეს უკვე მიხდა რომ ხალხი არ გამოეკიდებოდათ იმ მინიბუსს იყო ზარი ვიღაცასთან იმათგან და გაითიშა დავკარგე გონებაო და რომ ის გონებაზე მოვიდა უკვე გორის ჰოსპიტალში იქ მუშაობდა მისი მამიდაშვილი თვალწები მე და ბრძანდება ცოცხალი ახლაც და მანამდე კობას მეუღლე დაუკავშირდა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იმ დროინდე მაღალჩინოსანი გორიდან ბოდიში და უთხრა რომ კობა იმყოფება მომაკვდავი ჰოსპიტალში. ნუ უკვე ისა ტელეფონები არ იჭერდა, არაფერი არ იჭერდა რაღაცა, მაგრამ დავითაშვილმა მოახერხა ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირება. კონტაქტი მოახერხა. მე დღესაც მადლი ვარ ქალბატონ ნინოსი, მან ჩემი ინფორმაციით დაუკავშირდა ამერიკის ელჩს და უთხრა ჩემი ინფორმაციით არ ვიცი რამდენია. მაგრამ მე ეს ერთი ვიცი, რომ არ ყოფილიყო ქალბატონ ნინო ბურჯანაძე დავითაშვილი იქ ციკლური გავსწორდებოდა, იმიტომ რომ იმდენად დიდად იყო ნაცემი გზაში უკვე კიდე, იმდენად დიდად იყო ნაცემი, რომ ადამიანი ერთი თვის განმავლობაში ადაპტაციას გადიოდა რა, იმდენად მაგდა. ბოლოს ჩვენ ერთი თვის მერე გამოკვლევაზე რომ მივედით, გვითხრეს, რომ ბახტერევის დაავადება გაგიჩნდებაო, ისეთი ტრავმები გაქვს თავში მიღებულიო, რომ ეს დროზე უნდა ემკვნალო. მაგრამ ეს ჩემი მეგობარი დავითაშვილი ძალიან ჯიუტი კაცი იყო. ის ამბობდა ჯერ ხალხს უნდა მემსახუროთ და მე ჯანმრთელობას მე მივხედავ. 2012 წელს როცა უკვე მოვედით ხელისუფლებაში მოვიდა არა სხვა რაღაც კითხვა მინდა გითხრა დავასრულო არა ეს არ დამისრულა უკვე გვიანი იყო არა უკვე გვიანი 2012 წელი არ დამისრულა ძალიან კი არა მაგრამ კუნალობა უკვე გვიანი იყო ხო ეგ ხო რიყეზე რო აქცია მოხდა მაშინ 2007 წლის 7 ნოემბერი იყო მე კარგად მახსოვს
აი ვინ იყო ამ აქციის უკვე წამყვანი ისინი რა ქვია ბატონო კახა მე უკვე საქმის ხურში მაგ კუთხით არა ვარ იმიტომ რომ როგორც ინფორმაცია გავიცემდა რომ დავითაშვილი გაიტაცეს მე ბუნებრივია უკვე ჩემი მიზანი დამოწანა იყო ჩემი მეგობრის ძებნა ჯერ ჩვენ არ ვიცოდით ვინ გაიტაცა ნამდვილად არ ვიცოდით ვის მიერ იყო გატაცებული მე გავწევდა რომ მოკლეს და მყდარი ნახესო და ქედა გამომდინარე იქ მე ვიცი რომ იქაც კარგი დიდი სისხლძვრა დაატრიალა ხელისუფლება მოიცა შეხედე აი სად მივდივართ ახლა თქვენ რა კარგი ახლა რომ მოგიწვიეთ და სად ვშლით ჩვენ თემას რა მთლიანად ამ თემას ლევან გაჩიჩილაძე მაშინ 2007 წელს 7 ნოემბერს ამ აქციაზე ანუ ლიდერობდა მოდი ვთქვა არა ლევან გაჩიჩილაძე ჩვენ საპრეზიდენტო მე გეტყვი თქვენ რომ შეიძლება ანუ ლევან გაჩიჩილაძეც მას რა ქვია კაცო რომ მოკვდა მოცნო ლევანი ქვია მაგას ლევანი გარდაიცვალა ხო აი ლევან გაჩიჩილაძე უძღვებოდა მაგ აქციას მე იქ ვიყავი და შეგეშლება ჩვენ ამ 2007 წლის დეკემბერში უკვე სააკაშვილმა 1 დეკემბერს გადადგა და დანიშნეს საპრეზიდენტო არჩევნები და ეროვნულმა საბჭომ პარალელურად თუ ისე კენჭისყრით რაღაცებით კანდიდატად დავასახლეთ ლევან გაჩიჩილაძეს და დავიწყეთ საქართველოს შემოვლა დავიწყეთ და დასრულდა ეს შემოვლა ფეხით დავიწყეთ მსვლელობა და სტადიონზე დასრულდა მსვლელობა ხო სულთან თითო ჭიკა დავლიე თუ ხო და რიხაზე ლევან გაჩიჩილაძეს ის მე არ მახსოვს რადგან 7 ნოემბერს არ ყოფილა 7 ნოემბერს ამ აქციის გარდა სხვა აქცია არ არსებობს ხო კი ბატონო 7 ნოემბერი იყო ლევან გაჩიჩილაძე იყო ამ აქციის თავი და თავი 7 ნოემბერს ამ აქციის თავი და თავი იყო ყობა დავითაშვილი არა ნუ კობადალუ საბჭო ეკხოთ რაღაცა არა ნუ ყობა დავითაშვილი მაშინ იყო გორის ჰოსპიტალში მაგრამ ამ აქციას ხო უნდა და არა ყობა რამაც გაიტაცა აქცია დასრულდა უკვე როგორ გეკადრებათ ისა რეზინის ტყვიები და გაზის სინსროლობდნენ კაცო მაშინ იქიდან გაქცეული ხალხი საპარლამენტის შენობიდან გაქცეული ხალხი რიყეზე იყო ყველა წავიდა მეც ვიყავი მათ შორის ყველა წავიდა რიყეზე თუ იქ რაღაცა მეგაფონით მოუწევთ იქ სისხლი დააღვარა მე გითხარით ხო მაგრამ მე იქ არ ყოფილვარ მე უკვე ძიებაში ვიყავ დავითაშვილის ეს მოხდა დაახლოებით 4 საათიდან 3-დან 4-მდე ნუ რა მე სხვათაშორის სამების საკათედრო ტაძარში გაიქცა ხალხი ავიდნენ იქ ჯო ბევრი ქაშვეცი შევიდა კი არა ქაშვეც თავი დავანებოთ სადაც შეძლო მე რიყედან ვსაუბრობ სადაც შეძლო ხო ლევან გაჩიჩილაძის თემაში მივდივარ მე კარგად მახსოვს ლევან გაჩიჩილაძე იყო უკვე ამ აქციის ორგანიზატორი მთლიანად იმ დიდი აქციის შემდეგ რომ შეხედე რა მოხდა არა რომ დაგვარი მე ვიყავი იქ გეუბნები ბატონო ჯუმბე შეხედე ეს ორგანიზატორები გაქრენ ამ არენიდან და მოვიდა მე სპეცრაზმი და დაიწყეს ხალხის ცემატყეპვა. მანამდე სპეცრაზმი არ შემოსულა ამ აქციის იმაში იყო სასწრაფოები ეყენა წინასწარ და პირბადეებს არ იგებდნენ ძალიან კარგად მახსოვს და არა მე მახსოვს მარტო იქ რა ძალიან ბევრი ხალხი იყო და სამების საკათედრო ტაძარში გარბოდა ხალხი და იქ შეაფარეს თავი. შუადღის დარბევა რომ დაიწყო იქ უკვე ჩემზეც ჰქონდათ მიზანი აღებული, იმიტომ ახლა ჩემ თეთრხმას ვინმე ვერა და ახლა დავითაშვილის უერთგულესი მეგობარი რაღაცა ჩემზეც იყო უკვე განკარგულებები გაცემული. და მე ვიღაც მამაო ანაფორას შემინახა, რომ შევარდი იმაში, ისხდა კაროთი და მამაო მიშველებეთ და ანაფორა გადამაფარა რა. და იქ მეორე მამამა კარი ჩაკეტეს უკვე. ხალხი რო შევიდა უკვე და სპეცნაზი არ გაშეუშვეს რა. მამაებმა დადგენ ასე და სულ ასე უნდა რა არ შეგეშვებთ აქა. და ყველა ხوارეთებოდა იმაში და მე წავიდა ხალხი რიყესკენ. და მე როგორც მამაო მითხრა სამშვიდობა სახარო, ფეხით ჩამოვედი სანაპიროზე. მე რაღაცა იქ მე უკვე ვიცოდი არც ტაქსი იყო სანდო, არც ავტობუსი არ იყო, გარკვეული მომენტი ვიარე ფეხით. და მაშინ კანდელაკის ქუჩაზე გქონდა. ნუ 1 საათის მერე მოვხდი კანდელაკის ქუჩაზე როგორც იქ. მივედი ოფისი დარბეული იყო, სავს ყველანაირად. დარბეული იყო. და პარტაქტი უბრალოდ დავიწყეთ უკვე დავითაშვილის ძებნა. რეკავდით სავატოფებში ტელეფონები არ მუშაობს, ისე
ვინც არ იყო ისე აქტიურად ჩამული იმათ ვაგზავნით საავადმყოფოში რომ მოეძებნათ და ანუ შეხედეკობა დავითაშვილის ლიკვიდაცია უნდათ, ხო, რა თქმა უნდა. ეს იყო გადაწყვეტილი. არა ბურჯანაძის ზარი შეხედე აი მე მინდა აქ კითხვა ან თქვენიდან წამოსული სიტყვა კითხვად გადავაკეთო. ანუ მიშა სააკაშვილმა და იმ თავისმა დაჯგუფებამ ხوارი ფიქრა ის რომ ჩვენ დავითაშვილმა გვიღალატა და ამისთვის გაუსწორდეთ. არა არ იყო ეს ფიქრი? არა. ჯერ კიდე ერთად ყოფნის დროს დავითაშვილის მიმართ არ ქონდათ კეთილგანწყობა და რატო არ ქონდათ. ერთადერთი მიშა სააკაშვილის ვისიც ეშინოდა ის ხო დავითაშვილი. დანარჩენი ყველა ჩმორები იყვნენ მიშასთან. სრული ამ სიტყვის მერაბიშვილი ყველა მიშასნაში ხო ჩმორი. ერთადერთი ვინც სიტყვას უტრიალებდა დავითაშვილი. ერთადერთი ვინც გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენდა ეს იყო დავითაშვილი. დავითაშვილი იყო ერთადერთი ძალა შემაჩერებელი სააკაშვილის. და იმის ეშინოდა ოპოზიციაში რომ წავიდა. იმის ეშინოდა უკვე. იცოდა რომ დავითაშვილი არ უნდა მოეკლათ ან ისე არ გააჩერებდნენ. და მისმა გარემოსმა ძალიან კარგად იცოდა რომ სააკაშვილი მაინც პატივისცემით ექცეოდა დავითაშვილს იმის გამო რომ შეუჩერებელი იყო. თან ნათლიამირონობაც აქვს. არა მაგარი სააკაშვილის ფეხებზე კიდე რაღაცა. ხო ეგეთი. არა. ეხლა უყურე. სააკაშვილს გონება ქონოდა პატარა ხო? ჩვენ ოქროს საბადოებით უნდა გვეცხო. და რატომ იცი? ჩვენ ყველანაირი კომფორტი და მოიც. კაცო, ჩვენ არ ვეუბნებოდი შენ წადი და ჩვენ მოვართ ხელისუფლებაში. ჩვენ ამას არ ვეუბნებოდით თავიდან. ჩვენ ვეუბნებოდი რომ ყველა პუნქტი შეასრულე შენ. რა წინასე არჩევნოთ ხალხს დაპირდი. ჩვენ რაღაცა მე მაგალითად დაჭაში რაღაცას გამოვიდოდი და ბრიფინგს ჩავატარებდი არგუმენტულად ყველანაირად და გამოსავალსაც ვეუბნებოდი, თან ვეუბნებოდი ბატონო გააკეთეთ ეს და მე ვერ ვიცი, არ ჩავიწერ ქულებს. თქვენ ჩაგეწერებათ ისე ქულების სამაგეროს საზოგადოებრივი საქმე გაკეთებამდე. მაგრამ ამდენი ჭკუა არ ქონდათ უბრალოდ. რატო არ ქონდათ იცი? ისინი ფიქრობდნენ რომ შეუსრულებლები იყვნენ. ისინი ფიქრობდნენ ეს ახალგაზრდა ბიჭები არ ყავდათ ჭკუა დამრიგებელი ვინმე. მე დღესაც 56 წლის კაცი ვარ და მამას ვეკითხები ჭკუას რაღაცა ისეთი რაღაცა რომ მექუნება რაღაცა. ბატონო ჯუმბერ, შეხედე სააკაშვილის გუნდი იყო მთლიანად პირსისხლიანი ადამიანებით სავსე. ბუნებით და რა დაყოლილი გენით. წამებლები იყვნენ. ეხლა ბატონი კობა დავითაშვილი იყო ჰუმანური ადამიანი, კარგი ადამიანი იყო და არ ჭირდებოდათ იმ გუნდში ესეთი კარგი ადამიანი. აფხაზეთში ნაბრძოლია კობა დავითაშვილის ხალხო. მოდი გადავიდეთ 2017 წლის დეკემბერში თუ დაუდგინდა მაშინ ხო ეს დაავადება. ხო. და უკვე 2020-ში გარდაიცვალა. 59 წლის ასაკში. ამ პერიოდში კობა დავითაშვილი მაინც გამოდიოდა და რაღაც შესაძლებლობების მითინ მიდიოდა მაინც ტელევიზიებში და ამ ყველაფერს ახმაურებდა ხო რაღაც იმაში გამოდიოდა. ის ნარკოტიკების ლეგალიზებაზე იმაზე ბინის გაყიდვა უნდოდა. არა, სხვა რაღაცაზე მიყავს. ეს 2020-ზე ვგულისხმობ, ეხლა 2007 წლიდან 2020 წლამდე, მოდი გადმოვიდეთ 2012 წლიდან 20 წლამდე. ამაზე მომაქვს. ხო. დღეს მიშა სააკაშვილა თავის გუნდი როა გასამართლებული. პიჯაკებს და რაღაც სისულელეებს. ქართულმა ოცნებამ რატო არ მოკიდა ამ კობა დავითაშვილის საქმეს ხელი, რომელიც ადამიანი აწამეს სიკვდილამდე მიიყვანეს და თითქმის კაცი მოკლეს. თითქმის არა, მათი ხელიდან მკვდარი. კი ბატონო, მოკლეს. ანუ ესეთი კობა დავითაშვილები ძალიან ბევრი ყავდა საქართველოს იმ პერიოდში. თქვენ თუ იცით, მე ქართულ ოცნებასთან არ მივდივარ რაღაც სხვა რაღაც საუბრით. მე უბრალოდ ფაქტებზე მომყავს საუბარი. რამდენი კობა დავითაშვილი იყო, რომელიც ესე წამებით და რა ვიყო, დაავადებები აიკიდეს მერე და მოკვდა. ბიჭო, შედალოცვილო 2012 წელს მოხვედი, ხო? ქართულ ოცნებასთან მაქვს საუბარი. და დღეს არის 2026. დავანებოთ 26 თავი. აი კობა 21 ავიღოთ. კობა დავითაშვილის სიკვდილი, რომელიმე უწყებამ, ან ექსპერტიზამ, ან იმ თუნდაც საავადმყოფოში რომ მიიყვანეს ეს კაცი. დალეწილი ადამიანი. ხო კიბიდან არ გადმოვარდნილა. ის ისტორია ხო იყო, რატო არ მოიღეს ეს ისტორიები, რატო არ დაურთეს
ამაზე გამოძიებამ რატო არ დაურთო ეს მტკიცებულებები და რატო არ მიესაჯა ამ თუნდაც ოქროაშვილზე ავიღო თუ ნებისმიერს ამ ცივსისხლიანებზე მაქვს საუბარი რატო აი ამ ხალხის მთლიანი წამება და ამ ბრალდებები რაც ამ ხალხიდან წამოვიდა ამათზე მე ვფიქრობ სამუდამო პატიმრობა ეკუთვნოდათ ამათ და დღეს პიჯაკებზე არიან გასამართლებული ანუ თქვენ რა სიტყოდით აი მე რაც ეხლა ნაწილობრივ ჩამოვთვალე ახლა ეგ ციფრები მე პირადად გეტყვი ერთ რაღაცას რომ არანაირად 2012 წელი არ შესდგებოდა რომ 2004 წლიდან დავითაშვილის თანაგუნდელებთან ერთად არ ებრძოლა 2012-დან 2012 წელს 2012 წლამდე ჩვენ გავაკეთეთ ყველა ჩვენ ჩამოვანგრიეთ უბრალოდ სააკაშვილის სახელმწიფო და ვერ ვიფორმებდით უბრალოდ იმიტომ რომ ფული ჩვენ არ ქონდა და არჩევნებს ისინი ითვლიან 2012 წელს თქვენ მიიღეთ 1.200.000 მე მგონი ხო ივანიშვილის ხელით ხო არა მანამდე გეუბნებით კი კარგი ქენით რომ აგიმითხარით და ყვადაღებული 1.200.000-ით თქო დავითაშვილმა კარგი ქენით რომ მეკითხო დამისვით და მაგაზის მინდა რომ პასუხი გაგზავნა ჩემო ბატონო გახ 2012 წლამდე ყობა დავითაშვილმა პრაქტიკულად და მისმა თანამებრძოლმა პრაქტიკულად ჩამოშალეთ სააკაშვილის ხელისუფლება უბრალოდ ხელისუფლებაში მოსვლას ვერ ვიფორმებდით და მაშინ რა თქმა უნდა მადლობა ძინაევანიშვილმა მე გამოწვდა რაღაცა და რაღაცა მაგრამ 2012 ვერ იქნებოდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ჩვენი სისტემა არ შეგვიყარყალებია და ჩვენი სისტემა არ ჩამოგვიყვება პრაქტიკულად ჩვენ გავაშჩისო 7 ნოემბრის 2000-ში იმით გაშიშვლდა ხელისუფლება და ეს ყველაფერს აკეთებდა 7 ნოემბრის გადასაფარად რომ ეს თემები გადაეფარა სააკაშვილის შეცდომებზე უშვებდა იმის გადასაფარად რა თქმა უნდა შეცდომებზე უშვებდა და ჩვენ ჩამოვშალეთ ეს სისტემა. უბრალოდ მაინც ვერ ვიფორმებ და მადლობა ბიძინაევაშვილს გა. ეხლა გაიძახენ 2012-იანი, კაცო 2012-იანი რო ხარ. 2012-ამდე ვიბრძოდა იმ ხალხს, ხომ და გახსოვდი იმათ ნაბრძოლზე ხარ შემოსული. შედალოცვილო. სისხლვიდე მთელი ოჯახი დამიპატიმრეს, მთელი ოჯახი 2007-ში თუ 8-ში მთელი ოჯახი დამიპატიმრეს, 2 ძმა, 4 მამი და შვილი. რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო ბათუმში მაჟორიტარულად. უნდა გაჩუმებულიყო. უნდა გაჩუმებულიყო. და თქვენ მაინც მიიღეთ ხო მონაწილეობა? რა თქმა უნდა მივიღეთ. რა თქმა უნდა მივიღეთ. რო ავედა ჩემს შევეკეთ, გამოვარ ჩვენ გაგისწორდებით. თუ მიდიხარ და იბრძვის ხალხისთვის იბრძოლო ბოლომდე. ჩვენ კაცები ვარ და აქ დავრჩებით. მაგრამ მაშინაც მამაჩემის ძალიან დიდი ძალისხმევით შეხვდა ამერიკის ელჩს, აუხსნათ და ამერიკის ელჩის მეშვეობით გათავისუფლიდნენ ყველა წევრი. 7 კაცი დამიპატიმრეს. და ეხლა რომ მოხვედი და გაიძახე 2000 კი მაგრამ მოიკითხე 2012-ამდე როგორ მოვიდა ეს ყველაფერი ხო ეგრე სამართლიანობის აღდგენა არ გაკეთდა რა თქმა უნდა მე გული მწყდება პირველ რიგში მოდ თქვენ ტელევიზიის მეშვეობით მინდა მივმართო პროკურატურას რომ რატო არა ვარ დაკითხული ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი ყובה დავითაშვილის და ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი კაცო ყველაზე დიდი მსხვერპლის თანაგუნდელები არა ვარ დაკითხული რომელმაც ყოველივე წუთიდან ვიცით რა როგორ ხდებოდა და ვიღაცები არიან დაკითხული რომელსაც ის არ მოხვედრია დუბინგა არ მოხვედრია ხო ეგრეა რა ანუ დავითაშვილის საქმეზე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მაშინ დაიწყო და გაურიგდა და იმიტომ ახლა მე ვინც ესწრებოდა რამოდენიმე ადამიანმა მომწერა ოღონ თხოვარ ვარ გამოსაჯაროებია რომ იქ რაღაც ახალი გარემოებები აღმოიფქრა დავითაშვილის სივრცე მიუხედავად იმისა, რომ დავითაშვილის საქმე პროკურატურამ ასე ლაითად განიხილა და რა გააკეთა, იცი? კაცო, ჩვენ დამკვეთები გივიცოდით ვინც იყო. ჩვენ მე ვიბრძოდი რომ დაესაჯა შემსრულებელი. ამათ ვიღაც ალბათ პატრონები გამოუჩნდათ და გარიგება მოახდინეს რომ ვითანამშრომლო პროკურატურასთან დაასახელეს დამკვეთები. დამკვეთი რომ სააკაშვილი ყო ამაში 2 აზრი არ იყო, ჩვენ თელმა საქართველოს მიცოდა. ის რომ კეზერაშვილი სააკაშვილის ნებართვის გარეშე ამას დაკვეთას ვერ მიცემდა რომ იცოდა რომ სააკაშვილის შვილის ნაკლია იყო მაინც ვერ გაბედავდა თუ რო არ შეეთანხმებია სააკაშვილზე რატო ეთანამშრომლობ პროკურატურა სააკაშვილს არ შეუთანხმდა კეზერაშვილი მაინც დაეჭირათ ამ შემთხვევაში მაშინ კეზერაშვილი ვერ ახლა ხო იცი ვერ ციჭერ ხო მაგრამ ეს არა ამთავარ იცით რა არის თელმა საქართველოს იცოდა რომ დამკვეთი იყო და რატო გაურიგდა შემსრულებლებს ჩემი ამოცანა შემსრულებლები დაისაჯოს. ეს რომელ წელს გაურიგდნენ?
ეხლა 2012 წლის მერე. ხო, ანუ აუცილებლად, დღესაც მუშაობს ეს არ ვიცი ეხლა მუშაობენ თუ არა, მე ვიძახი ის სისტემა დღესაც მუშაობს მეთქი. ამიტომ მე ვთხოვეთ ჩემს სამეგობრო და თქვენს გთხოვეთ რომ ეს თემა უნდა განვიხილოთ მრავალჯერ რომ ხელმეორედ გასაჯარო ნოღაიდელის დაკითხვის ოქმები ბევრ რაც 7 ნოემბერთან იყო ისინი გასაჯაროონ რა და იქ ძალიან ბევრი ახალი გარემოები რომელიც მოგცეს საშუალებას რომ იბრძოლოთ ყობა დავითაშვილის მკვლელების შემსრულებლობის დაშიშვა ჩემი ამოცანა შემსრულებელი დავსაჯო და დამკვეთი გიგდია ციხეში და მაგ 70 წლის განმავლობაში ვერ გამოვა იქიდან 70 წლისა თუ გამოვა ის იქნება რა აი უახლოს 20 წელი მაინც ციხეში ეგდება ამიტომ ჩემი ამოცანა და მის თანაგუნდელების ამოცანა ჩვენ მას ყავდა უერთგლუს თანაგუნდელები მეგობარ როგორც ყობა დავითაშვილი წავიდა პოლიტიკიდან მეორე დღეს განმაცხადა მეც მივდივარ ამიტომ საქართველოს პოლიტიკა მოკვდა მეთქი თუ არ არის დავითაშვილი პოლიტიკა არ არსებობს პოლიტიკიდან ყობა დავითაშვილი წავიდა 2018 წელს მე მგონი არა 2014-ში თუ ხო 2014-ში კი იმ წელს დავედი მეც და განმაცხადა დავითაშვილის გარეშე საქართველოს პოლიტიკა მოკვდა მეთქი დავითაშვილი იყო ერთ-ერთი უწმინდესი უსუფთავესი პოლიტიკოსი კაცი რომელიც მხოლოდ და მხოლოდ აზროვნებდა ხალხისთვის იბრძოდა ხალხისთვის ერთ რაღაცას გთხოვ როგორც მეგობრს გამოიწვიე როგორც ტელევიზია ქონებრივი დეკლარაცია 2007 წლიდან ვინც ოპოზიციაში იყო იმათი ქონებრივი დეკლარაციები 2007-დან 2014 წლამდე. უბრალოდ 2016 წლამდე. იმიტომ 2016 წლამდე დავითაშვილი პირველი მოწვევის დეპუტატი იყო. და 2010-ში მე მგონი იყო საკრებულოში წელი. კი, გამოიწვიე ეს დეკლარაციები, თუ გინდა სიასაც მოგაწვდი. და ნახე იმ წლებამდე ვინ რამდენი მილიონი ისავა და დავითაშვილის ოჯახი დღეს 2000 წელს მამამისმა ცხონებულმა რომ ბინაში რემონტი გაუკეთა იმ რემონტით ცხოვრობს მისი ცოლ-შვილი და ადამიანი იბრძოლობდა მხოლოდ ხალხისთვის ბოლოს როცა კანაფის მიმართ წამობდა თემა საკუთარი შვილები უნდა და ქუჩაში დაეტოვებია ბინა უნდა გაეყიდა რომ ეს ანტიკამპანია ეწარმოებია და მინდა დაუბრუნო 1.200.000 ხო აი მან ხო მე მინდოდა მადლობა ამ კითხვისათვის მეგობარო მე ვარ რადგან კი ბიზნესა იონაშმა ჩვენ გადმოგვირიცხა 1.200.000 ლარი რაზე გადმოგვირიცხათ ყველა პარტიას გადაურიცხა იმიტომ რომ მაშინ შემწირველები არავინ არ ყავდათ და მას არ შეეძლო ამდენი ფულის მის ოცნებას არ შეეძლო და გადმოგვირიცხა ეს 1.200.000 ლარი ყველა პარტიას აბსოლუტურად ვინც მის კოალიციაში იყო ყობა არის ჩვენ ხალხის პარტიაში არ ვიყავით კოალიციაში ის მე ვიყავ წინააღმდეგი იმიტომ რომ არანაირი სრული არ მქონდა რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად მაგრამ ყობა დავითაშვილმა როგორც პიროვნულად ლიდერად მან შეიყვანა პარლამენტის სიაში და მაგამ გადმორიცხა ჩვენ და ძალიან გთხოვ ესეც გამოვარკვიეთ როგორც ჟურნალისტებმა რომელმა პარტიამ საწაიღო ეს თახა ყობა დავითაშვილის განკარგულებით ჩვენ 2012 წლის ბოლომდე გადავეხადეთ 4 ოფისის წლიური გადასახადები რომლებიც მერე ქართულმა ოცნებამ გამოიყენა ის ოფისები რა თქმა უნდა დანარჩენმა პარტიებმა ჯიპები სამკაულები განსაკუთრებით ჯიპები შეიძინეს ერთის რაცოთ ოროლი დავითაშვილის განკარგულებით ჩვენ შევიძინეთ 800.000 ისა მილიონი ლარის დაახლოებით ხო არა 800.000 ლარის ჩვენ შევიძინეთ რომპეტროლში ბენზინი საწვავი დიზელი და ეს 200.000 ლარი წავიდა დავხარჯეთ ოფისების რომელიც მე ოცნებას გადავეცით და მათ ვისარგებლეს იმიტომ ფული აღარ გქონდათ ფული გახარჯული ხო ჩვენ ფულზე ხალხის პარტიასაც გადმოურიცხეს იმ ფულზე და 200.000 ლარიც გაიხარჯა კომპიუტერებზე ტექნიკაზე რომელიც მათ მივეც და 800.000 ლარის საწვავი ჩვენმა პარტიის აღმასრულებელმა დიوان ქალბატონმა ასმათ მურადაშვილმა მე მივიყვანა ქართულ ოცნების ოფისში
ავიდა და ირაკლი ღარიბაშვილს ჩააბარა და უთხრა რომ ეს ჩვენ არ გჭირდება, რადგან ოცნებას უკვე კოალიციას ფული აღარ აქვს, საწვავი აღარ აქვს, არაფერი არ აქვს, ეს ისარგებლოთო. უთხრა ყველა ჩვენი ოფისი სადაც ფული გადავიხადეთ. შეუძლია ოცნებამ გამოიყენოს ბათუმი მათ გამოიყენოს მთელი ერთი წლის განმავლობაში საარჩევნო კომპანიაში გადაიგზავნა რომ ეხმარებოდა რაღაცა ქუთაისი, თბილისი, ჩუბინაშვილის ქუჩაზე. ასე რომ მაქედან ერთი კაპეკი დავითაშვილის სახში არ წაუღია. ერთი კაპეკი იმდენად პატიოსანი ადამიანი იყო. იცი რა არის? მან იცოდა რომ ჩვენ იდეის ირგვლივ ვიყავით შეკრებილი და არაფურის და ჩვენი ჯეროდა ჩვენ მაგასაც არ დაუშვებდი, მაგრამ კონტროლი უყვარდა. მეორე დღეს თუ დაგვირეკა და ორივეს რა ქენითო უთხრათ ჩავაბარეთ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, მეგნათელი ხარ ჩვენას. და მეცაც გეტყვი, გინდა? კი ბატონო. მეცაც გეტყვი. შეგვიძლია ვისაუბროთ. მეცაც გეტყვი და ეხლა უნდა ვთქვა უბრალოდ, უმადურები რომ არის. დავით ზურაბიშვილი რომ არის, დავით ზურაბიშვილი. ჩვენ და შეიქმნა კომისია, ჩვენს ოფისში ჯანმრთელობის კომისია შეიქმნა. და ქართული ოცნება უხდიდა ხელფასებს. და რო დაინახა რომ აღარ დავასახელო იმ კაცს ვინც შტაბის უფროსი იყო. რო დაინახა რომ რამოდენიმე კაცი უკვე პარლამენტის სიაში იყო ჩასმული, ხელფასს გადახდაზე ვარ ითქვა. არა, პარლამენტის სიაში რა ის ხელფასი უნდა გადავუხადოთ 2 თვის. მაშინ ჩვენ დაფინანსებას უკვე ვღებულობდით პარტიიდან, სახელმწიფო 10 წელი და დავითაშვილმა საკუთარი პარტიიდან, რომელსაც სახელმწიფოდ ვღებულობდით რაღაც 15-20,000, იქიდან გადაუხადა დავით ზურაბიშვილს და ძმან მათსას. რადგან შტაბმა უარი განაცხადა. დავითაშვილმა გადაუხადა მათ, რომ სალაპარაკო არ გახვდარიყო და ვიღაცის პირში არ ჩახვდარიყო ქართული ოცნება. ეს იყო დავითაშვილი. ეს იყო კაცი ძალიან დიდი გერებით იწყებოდა მის სახელი და გვარი. და კიდევ ერთი სიტყვა ამოტივტივდა, მე არ ვიცი ამ სიტყვას, მე თვითონ ვერ ვშიფრავ ეხლა რას ნიშნავს. ნავერტილე. 20,000 კიდე რაღაც ფულებთან თქვენ დიდი შეხება გქონდათ ბატონო ჯუმბერდა. რაღაც ყველა ხო არ დააბრუნეთ ისევე ბიძინა ივანიშვილთან თუ რა თქვენს მოგქონეთ სადმე? კი, ეს 2006 წელი იყო. იცი რა, ჩემს მეგობარს ვერ იტარდი, იმიტომ რომ პატიოსანი იყო. შიგნითაც იყო კატეგორია ჩვენს კოალიციაშიც. იმდენად პატიოსანი იყო, რომ მათ პატიოსნების გამო ვერ იტარდი. იცოდი რომ მათზე ჭკვიანი იყო, იცოდი რომ მათზე სტრატეგია იყო. წარმატება მის ხელში იყო. დიახ, ჩვენ იყო მასეთი რაღაცა, პოლიცსაბჭო შევიკრიბეთ, ვიყავით 6 კაცი. პოლიცსაბჭოს წევრები იყო დავითაშვილი, თავართქილაძე, ძიძიგური, ბუკია, ყაჭახიძე და კიდე ხო ასმათ მურადაშვილი და კახაფერაშვილი, 7 კაცი ვიყავით. ანუ ძიძიგური მაშინ თქვენი თანამებრძოლე იყო, ხო? ხო, კონსერვატორ პარტიაში ავიღეთ მაგით. 7 კაცმა უყარეთ კენჭი, შემოთავაზებაზე ფული არ ჰქონდა, ადგილობრივი არჩევნები იყო და ისევ იმ 7 კაციდან ერთ-ერთმა მოიყვანა მარნეულელი კაცი და რომელიც რომელმაც გითხრა დავაფინანსებ საარჩევნო კამპანიას დაახლოებით ასე. იმ 7 კაციდან ერთ-ერთს რომელსაც იძახთ სახელდაგვარს ვერ ვიტყვით ახლა? ეს კარგი იქნება თუ ძიძიგურმა. ზვიად ძიძიგურმა. ხო, მოიყვანა კობა იყო ადამიანი და პიროვნება, რომელიც პოლიცსაბჭოს გადაწყვეტილების გარეშე ის არანაირ არ იყო ერთპიროვნული მმართველი. არა, მესმის, მოდი გავაგზავნოთ იქიდან ის მარნეულელი ადამიანი მოიყვანა ზვიად ძიძიგურმა. ხო, მოიყვანა პოლიცსაბჭოზე ვიბიჯელეთ, ყველა ვიბიჯელეთ. მე არანაირ ფინანსური შემოსავალი არ მქონდა, ჩემი ძმების დახმარებით ვარსებობდი ოჯახი, მთელი ოჯახი, მეგობრების დახმარებით, განსაკუთრებით ჩემი ძმების. დავითაშვილს არანაირ შემოსავალი არ მქონდა. შეგიძლია არავის არანაირ შემოსავალი არ მქონდა და იძულებული გავხდით, რომ ჩვენ მიგვეღო ეს შემოთავაზება. აქედან გამომდინარე, კი პოლიცსაბჭომ მიიღო დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიის ის მეოთხენობრივად ჩაგვესვა. ის პიროვნება, იმიტომ რომ ახლა მაგ შემოთავაზა $40,000 იმ პერიოდზე $40,000 თბილისის ადგილობრივ არჩევნებს დააფინანსებდა რა.
კი ბატონო დავთანხმდით ეს პოლიცაბჭომ მიიღო და არა დავითაშვილმა. დავითაშვილი აქ არაფერ შუაში არ იყო, ნაკლებად აქტიურობდა იმ ხდომაზე, მე სიმართლე თუ მინდა გითხრათ, უფრო მეც მე ვაქტიურობდი, იმიტომ რომ რაღაცა ეჭვის თვალით უყურებდი, მე ყოველთვის შეთქმულების თეორიის ისავალა, თუ არ გამოვრიცხე შეთქმულები, რაღაც გული მიგზნობდა შეთქმულების თეორია იყო თუ რაღაც. ანუ რას გიგრძნობდა გული? მიგზნობდა გული, ჩვენ ეს ნაბიჯი არ უნდა გადაგვეთქა, მაგრამ რადგან დავითაშვილმა მიცა ხმა, მეც მივეცი, იმიტომ რომ მეგობარს ახლა ისეთ მომენტში ხმის არ მიცემა და გვერდში არ დგომა არ გამოდის. ანუ შიშის ფაქტორია და ახლა მე მის გამო კლდეზე გადავხდებოდი და თქვენს დავუდგებოდი. აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტა, კიდევ ერთხელ გიბირავ დავითაშვილი არ იყო ძალიან ისე აღფრთოვანებული ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ უმრავლესობა მივიღეთ ეს გადაწყვეტა. და მოხდა ის აბედიტი დღე, ავკაცო დაიპატიჟა რაღაცა რესტორანი, ვიდეო არ გაქვთ თქვენ ნახული, მაგრამ მინდა იქ ავხსნა ტელემაყურებელს ავხსნათ იმ ვიდეოს, როცა კარგად ნახავთ, უნდა ნახოთ, რომ ერთ შეხვედრაზე დავითაშვილის აცვია ნახევრად სახელურიანი პერანგი და მეორე საზამთროის ორად არის ჩაწერილი და ამ კაცმა პროვოკაციულად ჩაიწერა რა და დავითაშვილს მიაწოდა გვერდზე როცა სხვები იყვნენ იმათ უნდა გამოერთვას და არ გამოერთვა თქვენ და მე რო ყოფილიყო მე გამოერთვამდი თორე ლიდერი საქმეს არის და დავითაშვილმა გადააწოდა თავის გვერდზე მსხდომ ისე პოლიციის წევრს ეს აუგორეს ძიძიგური იქ იყო მაშინ? ურმალში არ იყო. ანუ იქ არ მოვიდოდა ძიძიგური ახლა. არ ვიცი, არა ახლა მაგდეს მასე მე ადამიანს ვერ დავში. არა, მაგრამ არ იყო. შეხედე ლოგიკას გავყვეთ მაშინ. მე მომყავს ადამიანი. მე თქვი სიმართლე ამის მეც ამ თემაზე ჯერ არაფერს არ. არა, მე მაშინ ძალიან გთხოვ. კარგი, შენი აზრი თქვი? ჩემ აზრს დავაფიქსირებ ახლა, როგორც ლოგიკურად გავყვეთ ახლა. მე როგორც ჟურნალისტი და ამ გადაცემას ვაკეთებ, რაღაცა ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, ახლა როგორ ვისაუბრო ეგეთ შემთხვევებში. მე მომყავს ადამიანი თქვენთან, ნუ ეს იქნება თქვენი რაღაც დამფინანსებელი, მაგრამ არის პროვოკატორი ვიდეოს გიწერს, თანხას რო გაძლევს, ანუ ძიძიგურმა მე ვფიქრობ იცოდე ეგ საქმე. მე ეს არ მიტყვია თქვენი აზრია, მე ვამბობ მაგას და ჩემ აზრს ვაფიქსირებ. ლოგიკას არ ამოკლებული. მოკლებული ხარ რა ლოგიკას? კი ბატონო, რომელმაც მოიყვანეს, იმ ჯგუფის არც ერთ წევრი არ იყო იქ, ერთის გარდა. კი ბატონო. შეხედე ძიძიგური ისეთი ადამიანია, ფულის სიტყვა სადაც გაიგონებს, ოღონდ სუფთა ფული თუ დებს, იქ გაჩნდებოდა ძიძიგური. ცოტა ეხლა მე ჩემზე კარგად ვცოდნი. გადავაჭარბი ახლა მე ამ გადაცემაში არ მინდოდა ამ თემის წამოწევა, მაგრამ ესეთი ადამიანები, რომელიც ყიდიან მეგობარს და გუნდში ყიდის თავის გუნდს, ის არის გამყიდველი და არა ადამიანი, მე პირდაპირ ვაფიქსირებ. ბატონო ჯუმბერ, მოდი ჩვენ გადავიდეთ ახლა მე რას მინდა დაუბრუნდი ახლა ჩვენ დასასრულს მიუახლოვდით და ერთ რაღაცას მინდა დაუბრუნდე. კობა დავითაშვილი უკაცრავად კობა დავითაშვილი ანუ გარდაიცვალა არ გარდაიცვალა კობა დავითაშვილი მოკლა სააგაშვილმა და მისმა რეჟიმმა მესმის მაგრამ 2007 წლიდან 2020 წლამდე არის გონურული ვადა რომელიც იმ დაავადება გამოყვეს და მოკვდეს და გარდაიცვალოს ადამიანი და ეს იყო ბეხტერევის დაავადება ხო მაგრამ გარდაიცვალა 59 წლის ასაკში ხო სულ ახალგაზრდა კაცი მეომარი მებრძოლი ადამიანი და აი სად მინდა ერთი აი ბოლო კითხვა იქნება იქ იქნება ცოტა ესეთი კითხვა ამაზე მინდა რაღაცას თქვენ მე გაკვირდები და რაღაცების თქმა არ გინდა მაგრამ ეხლა მაინც რაც იმართება დავითაშვილის ეხება მე არ დავმაროთ არა მესმის ახლა ძიძიგურზე მე წამოვთქვი ეგ სიტყვები და უნდა მეთქვა იმიტომ ლოგიკას გავყევი ბოლომდე რა ჟურნალისტი ხარ და ასე იცით შეეძლო მიშა სააკაშვილს რო ეთქვა რო კობა დავითაშვილმა გვიღალატა კი შეეძლო ხო კი რადგან მე ვიცი რომ კობა დავითაშვილმა აპატია ყველას მე ვერ პატიო ფერავის მან აპატია ყველას ოღონდ სააკაშვილს არ აპატია სექტორის წინ სააკაშვილს არ აპატია ანუ შეხედე ეხლა აი დასასრულს შემიძლია ბოლო ის გავაკეთო რა შეფასება მოდი ესე რა ვთქვათ ანუ კობა დავითაშვილმა აი იქედან იცოდა 2003 წლიდან ეს რა ურჩხულები იყო ეს ხალხი ეს უფრო ადრე იცოდა ნუ 2003 წლიდან დავიწყოთ ეხლა იქეთ აღარ ჩავყვები იცოდა რისი მომტანი იყო ეგენი ჩვენი ქვეყნისთვის
და მაგრამ ანუ შეხედე მიშა სააკაშვილი ისე მოვიდა 2003 წელს კობა დავითაშვილის კი არა კობას დავითაშვილს 200 რო ეყვირა ხალხი არ დაუჯერებდა მიშა სააკაშვილი მაშინ იყო რაღაც რაღაც ფრთოვანი ანგელოზი ხალხისთვის მაგრამ კობა დავითაშვილმა იბრძოლა იმისთვის რომ მიშასთვის დარტყმა მაინც მიეყენებია სადმე რომ აი იმ დარტყმით მიშა სააკაშვილის რეპუტაცია შელახული იყო და დღეო ანუ ის 9 წლიანი რეჟიმი არ მომხდარიყო ხო იცოდა კობამ ძალიან ჭკვიანი ადამიანი იყო სიმართლეს გეტყვი კობა დავითაშვილი ვიცი რომ სანამ სააკაშვილი კონსტიტუციას მოირგებდა მანამდე სააკაშვილი არ უშვებდა შესწავლებს და ანგარიში უწევდა დავითაშვილს კიდე ერთხელ გეუბნები სააკაშვილის საქმე წავიდა უკან და შესწავლების კასკადი დაიწყო მაშინ რაც კობა დავითაშვილი ჩამოიშორა მაგის უბედურობა და მაგის ყველაზე დიდი შეცდომა იყო დავითაშვილის ჩამოშორება. დავითაშვილი ბოლომდე ბრძოლობდა 7 ნოემბრამდე, ბოლომდე ბრძოლობდა რომ ეს კაცი დაბრუნებული იყო იმ მიშის ადგილას, რომელიც იყო 2020-ში, 21-ში, ისა 2000-ში, 2021-ში, ისა 2001-ში, 2002-ში. მე მისი გადმოცემით ვიცი რომ არ იყო ცუდი. არ ქონდა ასეთი მანიაკური გადახრები. მაგრამ ისიც ყოველთვის ამბობდა შემაკავებელი ამას რო არ ეყოლოსო დაანგრევს ქვეყანას. მაგრამ იმისამად რადგან თვითონ იყო შემაკავებელი, შეცდომებს არ უშვებდა, ხო გახსოვთ არ უშვებდა შეცდომებს. როგორც დავითაშვილი თებერვალში გააკეთა განცხადება მოიგეთ თქვენ კონსტიტუცია მივდივარ ოპოზიციაში 2005 წელს. 4 წელს, უბრალოდ 2004 წლის თებერვალში დატოვა ნაციონალური მოძრაობა. აი იმის მერე დაიწყო შეცდომების კასკადი. იმის შემდგომ ყველა მისი გადადგმული ნაბიჯი იყო შეცდომა. მიუხედავად ამისა, დავითაშვილი გულწრფელად ეუბნებოდა რომ კაცო ასე გააკეთე რა. ყოველივე მისი გამოსვლა ერთი მხრივ კრიტიკაც იყო და მეორე მხრივ რჩევა იყო რომ გააკეთე რა ასე ეს სწორი გზა თუ არ არის სწორი გზა დაფიქრდი ვიღაცა ჭკვიანს კითხე შეხო ხარსულელი და ღმერთთან დაწყეული. კითხე ვიღაცა ჭკვიანს რომ ეს სწორი გზა ასე გააკეთე ბოლომდე ბრძოლობდა დავითაშვილი მისი გამოსვლებით რომ ეს კაცი კალაპოტში ჩამდგარი და სახელმწიფო არ დაეხო. მაგრამ ამ კაცს ერთი კარგი რა ქონდა იცი სააკაშვილს რასაც ფიქრობდა ამბობდა სიტყვებით და ჩვენ ამით უკვე ვატორმოზებდით რაღაცაში ბოჭავდით რომ ისე თლათ ისეთი სისულელები არ ჩაედინა. ის სააკაშვილს ქონდა ერთი გიჟური ისა რა ქვია ქცევა. არის ადამიანი ორ ეტაპზე გავყოფ ახლა იმ ადამიანს. ერთი არის ჯერ რომელიც ფიქრობს და მე აკეთებს. ეს ამბობდა და მე ფიქრობ. ეს ამბობდა და მე არა. ჯერ ქმედებას ჩადიოდა და მე ფიქრობ. ხო რა, ასე იყო. ხო. ანუ ეს რომ მაგრამ ეს კარგი რატომ იყო ჩვენთვის ოპოზიციას ვიცი? წინასწარ ვიცოდით უკვე რისი გაკეთება უნდა. ხო და ჩვენ ვეწინააღმდეგებოდ და უკვე ჩვენგან რომ ძალას ღებულობდა უკვე ფიქრობდა რა. თორემ იქ იყო ბევრი ისეთი, მაგალითად ბოკერია რომ ყოფილიყო, ისე გაყიდდა საქართველოს საქართველოს ვერ მიხდებოდა. ბატონო ჯუმერ, ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. გისურვებთ და პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ მრავალი აღდგომები და მთელ სრულიად საქართველოს მიულოცოთ. აღდგომის დღესასწაული და ჩვენი გადაცემა დღეს გავახლ ეთერში და მომავალ ხუთშაბათამდე მინდა დავემშვიდობო მაყურებელს და მე მინდა მაყურებლებს დავემშვიდობო ესეთი სიტყვებით რომ გილოცავთ აღდგომების დღესასწაულს და მრავალი გაგითხროთ ღმერთმა თქვენი ოჯახებით. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ ხუთშაბათამდე.